ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ჩვეულ ტრადიციას არ ღალატობს და ზუგდიდელ მკითხველს საინტერესო ღონისძიებებს თავაზობს. ამჯერადაც ბიბლიოთეკის ინიციატივით ნიკოსეულის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება მოეწყო. სახელწოდებით ცოცხალი ბიბლიოთეკა, სადაც მკითხველი საინტერესო ადამიანზე ამომწურავ პასუხს თვითონ იღებდა. ბიბლიოთეკის მიერ ხორციელდება ჩვენი ქალაქისათვის უჩვეულო ღონისძიება. ეს არის ცოცხალი ბიბლიოთეკა საინტერესო ადამიანები. თითოეულ მსურველს შეუძლია გახდეს დღევანდელი ბიბლიოთეკის მკითხველი. მას შეუძლია გარკვეული დროის განმავლობაში, მას შემდეგ რაც აირჩევს კატალოგის მიხედვით მისთვის საესურველ წიგნს, ანუ საინტერესო ადამიანს, მივიდეს მასთან და პირისპირ გასაუბრებით წაიკითხოს და გადაშალოს ეს წიგნი. როგორც ყოველთვის ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ მოწყობილი ყველა ღონისძიება არის ძალიან საინტერესო, შთამბეჭდავი, შეიცავს სიახლეებს. ესეც სიახლეა ჩვენი ქალაქისათვის. პირველად კეთდება ამდენად აქ ალბათ ხედავთ გაუგნებულ სახეებსაც. თუ რას ნიშნავს ცოცხალი ბიბლიოთეკა, ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ხორციელდება ევროპაში. და მისასალმებელია, რომ დღეს უკვე ინერგება ჩვენს ქალაქში და ასევე ტრადიციად იქცევა. ღონისძიებამ, რომელიც საჯაროდ განხორციელდა ზუგდიდელ მკითხველს, დადებითი განწყობა შეუქმნა. საინტერესო ადამიანებზე გათვლილი წიგნის ფურცლების ცოცხლად გადაშლა დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.